საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი და დეკანოზი ნიკოლოზ ტატუაშვილი, ასევე საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი და სტუმრებთან ერთად, რა თქმა უნდა, ვისაუბრებთ 17 მაისის ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების პატივისცემის დღის შესახებ. მოგხსენებათ, წელს საკმაოდ მასშტაბურად აღინიშნა ეს დღე, როგორც დედაქალაქში, ასევე ქვეყნის მასშტაბით, ასე რომ დილამშვიდობის მადლობას მოგხსენებთ მოგზანებისთვის ქრისტე აღსდგა. მამა გურამ, დავიწყოთ საუბარი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ, როგორც უკვე ვთქვით, 17 მაისი და ჩვენ მაყურებელმა ძალიან კარგად იცის, ეს დღე არის ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების პატივისცემის დღე და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მის უწმინდესობას ამ დღის დაარსებისათვის. ოჯახი, რომელიც ყოველთვის მთავარია, ყოველთვის წმინდაა და ყოველთვის ძვირფასია ნამდვილად. აღნიშნოთ ის ფაქტიც, რომ წლევანდელ ღონისძიებაში, დამსვლელობაში, როგორც დედაქალაქში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, რეგიონებში, 10 ქალაქში ჩატარდა ეს მსვლელობა, აღევინა პარაკლისი და ვისაუბროთ იმის შესახებ, თუ რამდენად გაიზარდა ცნობიერება საზოგადოებაში ამ კუთხით, ვთქვათ, რამდენად ჩაერთო საზოგადოება ამ ყველაფერში, იმიტომ რომ წინა წელს კი ძალიან დიდი რაოდენობა იყო საზოგადოების გამოსული, ყველა აღნიშნავდა ამ დღეს და ყველა ვზეიმობდით ერთად, ოღონდ ეს ხდებოდა მხოლოდ დედაქალაქში და წელს ფაქტის ახეზია ის, რომ როგორც დედაქალაქში, ასევე მის ფარგლებს გარეთ ძალიან დიდი მასშტაბურობით აღინიშნა ეს დღესასწაული. ხაი როგორ შეაფასებთ? კი ბატონო, რა ვიცი, ყველაზე მეტად რაც გვახარებს, რა თქმა უნდა, რაოდენობას მნიშვნელობა აქვს, თუმცა აი ახალგაზრდათა და მოზარდთა რაოდენობა იყო წელს ძალიან ბევრი. და კოსტიუმირებული იყო ეს ყველაფერი, ქორეოგრაფები, მომღერლები, მგალობლები, მოცეკვავეები, საოცარ ფონს ქმნიდნენ მთლიანობაში. მე ვფიქრობ, რომ და გუჩინა 17-შიც აღვნიშნე, რომ არის დღესასწაულები, რომელიც საჭიროა, რომ დაწესდეს, თუმცა ამას ძალიან დიდი ძალისხმევა, ძალიან დიდი დრო ჭირდება, რომ საზოგადოებამ ეს მიიღოს გარკვეულწილად. არის დღესასწაულები, რომლებზეც მართლაც იხარჯება უამრავი ფული და უამრავი რესურსი და გადის დრო, თუმცა ის გამოხმაურებას არ პოვებს ხოლმე საზოგადოებაში და რაღაცა არ არის იმისთვის შეიძლება ორგანული. თუმცა ეს დღე ჩვენ თვალნათლივ ხედავთ, რომ მიუხედავად წინააღმდეგობებისა, დროთა განმავლობაში უფრო და უფრო იხვეწება მის სათქმელს, უფრო და უფრო გამოკვეთავს და რაღაცნაირად გასაგებს ხდის და მე ჩვენ ზუსტად ეს მიზანი ეს არის, რომ ამ დღემ თავისი სათქმელი თქვას ადამიანის, თითოეული ადამიანის გულამდე მივიდეს, ალბათ მეორე კითხვაზე შეიძლება ამაზეც საუბარი თვითონ ამ მნიშვნელობაზე ამ დღისა, თუმცა კონკრეტული სულელობის სულისკვეთებაზე რაც მინდა რომ თქვა, მართლაც რომ დიდი აღტკინება და დიდი სიხარული გამოიწვია და თვითონ ის ადამიანები, რომლებიც მობრძანდნენ ამ სულელობაში, ძალიან დიდი სიხარულითა და დიდი იმედით იყვნენ გამსჭვალული, ჯერ ამ მოზარდებს რო უყურებდნენ, მერე ერთად დგომ ოჯახებს, მრავალშვილიანებს ჩვენ განსაკუთრებულად გვინდოდა გამოგვეყო ამ სულელობის დროს ერთის მხრივ მოზარდები, მოცეკვავები, მომღერლები და მეორეს მხრივ მრავალშვილიანი ოჯახები, რაზეც გვინდოდა აქცენტი გაგვეკეთებინა და პირველ რიგებში წამოვწიეთ, რომ მათი, ასე ვთქვათ, როლი ძალიან მნიშვნელოვანი არის საზოგადოების ცხოვრებაში. ასე რომ მთლიანობაში ამ დღემ ეს დღე იმკვიდრებს თავის არსებობას და ამართლებს, ვფიქრობთ, თავის მნიშვნელობას. ვინაიდან ეს არის ღირებულება, ეს არის იმ ღირებულებაზე დაფუძნებული დღე, რომელიც უწმინდესმაც ესე ვთქვათ, ამ გათვლით და ამ შემართებით დაადგინა ეს დრო, რომ აღმოჩენილიყო და აღმოჩნდეს გამაერთიანებელი საზოგადოების ყველა წევრისათვის უკლებლივ, თუნდაც სხვა რელიგიის წარმომადგენლებისათვის. დიახ, მამა გურამ, აი მე დარწმუნებული ვარ მომდევნო წელს და ზოგადად მომდევნო წლებში ის რაოდენობა, რაც ვნახეთ პირდაპირ ეთერში, არა მარტო დედაქალაქში, ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში, გაორმაგდება და გასამაგდება, მოიმატებს და კიდევ უფრო მეტად მასშტაბური გახდება. მნიშვნელობა ახსენეთ და მნიშვნელობის შესახებ რომ გითხრათ, რას ნიშნავს ზოგადად 17 მაისი ეს თარიღი, ოჯახის სიწმინდის, სიმტკიცის, მშობლების პატივისცემის დღე, რატომ უნდა აღინიშნოს ეს მართლმადიდებელი ქრისტიანების მიერ, რატომ არის ასეთი განსაკუთრებული დღე ჩვენთვის?
ესე იგი იმ დღესაც და დღევანდელ დღესაც და ალბათ ყოველთვის ეკლესია განსაკუთრებულად მიმართავს თავის სათქმელებს პიროვნულად ადამიანებისათვის. და ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ეს არის არა მხოლოდ მსვლელობა და არა მხოლოდ ლოცვა. ეს არის ლოცვითი მსვლელობა, რომლითაც ეკლესია ამბიონიდან, ასე ვთქვათ, ლიტურგიული მსახურებაა, რა თქმა უნდა, მაგრამ ამბიონის მსახურებიდან გამოდის ეკლესიის გარეთ და ამბობს სათქმელს, რომელიც სათქმელი წეღანაც აღვნიშნე, ძალიან მნიშვნელოვანია და თითოეულ ადამიანებდა, რაც შეიძლება მეტ ადამიანებდა უნდა მივიდეს. ეს არის თითოეული ადამიანის როლი. ვინაიდან ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ოჯახზე, აუცილებლად ვსაუბრობთ გარემოზე ოჯახში. დამოკიდებულებებზე ოჯახში, ურთიერთპატივისცემაზე, თავგანწირვაზე და მეუფემაც აღნიშნა, მეუფეში ომაც ბრძანა პავლე მოციქულის სიტყვები, რა დამოკიდებულებები უნდა იყოს ოჯახის წევრებს შორის. ეს არის მსახურებითი დამოკიდებულება, ეს არის ერთმანეთის მომსახურება და ერთმანეთისთვის მსახურება და არა მომსახურება, ერთმანეთისთვის თავგანწირვა და არა გამოყენება და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ ვიტყვით, რომ გზავნილი თითოეულ ადამიანამდე მივიდა, რომ აი შენზეა დამოკიდებული, როგორ დათბება ურთიერთობა ოჯახში, როგორ დიდი მნიშვნელობა აქვს შენს მოთმინებას, შენს სიყვარულს, შენს გმირობას, შენს თავგანწირვას, რა თქმა უნდა, ის ესე იგი მივწუდებით იმ პრობლემებსაც, რომელიც არსებობს დღეს, ჩვენ არ ვამბობთ, რომ პირიქით რო არის პრობლემა ოჯახში და ზოგადად ძალიან რთული სიტუაცია როა, რატო? ამასაც ხო თავისი ობიექტური და სუბიექტური მიზეზები აქვს. ამიტომ რადგან არსებობს პრობლემა, რადგან არსებობს ძალადობა ოჯახში, რადგან არსებობს პრობლემები, მეუფემაც ისაუბრა სხვადასხვა პრობლემებზე ოჯახში, ეს ნიშნავს, რომ პირიქით ამაზე აქცენტირება უნდა გაკეთდეს და ამაზე ღია თემები უნდა გაიხსნას. აქედან გამომდინარე, ამ დღის მნიშვნელობა არ არის მხოლოდ მანიფესტაცია, ასე ვთქვათ, ამ დღისა, არამედ აი შემდგომ პროცესები, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში უნდა ხორციელდებოდეს. ამიტომაც ეკლესია ატარებს, ვთქვათ, ლიტურგიას და თუნდაც ლიტანიას, თუნდაც ლიტურგიული მსახურების სხვადასხვა მნიშვნელობაზე აქცენტს აკეთებს, მაგრამ მე მთელი წლის განმავლობაში ამაზე მუშაობს, ურთიერთობს ადამიანებთან და ნერგავს და თესავს, ასე ვთქვათ, ამ კეთილმარცვალს, რომელმაც უნდა დაათბოს ოჯახური გარემო. დიახ. მამა ნიკოლოზ, თქვენ წანდებით რუსთავის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თქვენს რომ გითხრათ, როგორც ამ დღის მნიშვნელობის შესახებ, ასევე ის თუ როგორ აღინიშნა რუსთავში ეს დღე? წელს განსაკუთრებულად აღინიშნა, იმიტომ რომ აქამდე ესე იყო ხოლმე სულ რომ რუსთავი ვინაიდან ძალიან ახლოს არის დედაქალაქთან, სულ ესე ოდნავ რაღაც მცირე მსვლელობა ჰქონდა ხოლმე, მცირე პარაკლისი და მე ვერთდებოდით ყველანი ერთად თბილისს და წელს განსაკუთრებული იყო იმით, რომ ჩვენ უმასპინძლეთ მთელ რეგიონს. ჩვენმა ქალაქმა და ძალიან დიდი ზეიმი გამოიწვია ამან. და წეღანა იმამ მომბრძანა გამაერთიანებელი და მე აი რაც ყველაზე ნიშანდობლივი იყო წელს ჩემთვის, რაზეც და აქამდე არ ვიყავი დაკვირვებული, საქართველოს მრავალეთნიკური, მრავალრელიგიური ქვეყანა და განსაკუთრებით ჩვენი რეგიონი. ბონისი, დმანისი, მარნეული, წალკა, თეთრიწყარო, მარნეული ეს რაიონები და აი ამ მსვლელობაში მონაწილეთა საკმაო რაოდენობა იყო განსხვავებული რელიგიის და განსხვავებული ეთნიკური წარმომადგენლები იყვნენ და ძალიან გაგვახარა აი ამან და მე ვფიქრობ რომ სწორედ აი ესეც არის ის ერთი მნიშვნელობაზე როცა ვსაუბრობთ ამ დღის რომ გაცდა ესე იგი საზღვრებს თქვა ეთნიკურს რელიგიურს და რაღაცნაირად გაერთიანდა მათ ნებისმიერი ადამიანისთვის ნებისმიერი რელიგიისთვის ეთნიკურ წარმომადგენლებს ყველასთვის მნიშვნელოვანია ოჯახი და ყველა ისევე ზეიმობდა როგორც ჩვენ თითოეული. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ არ აქვს მნიშვნელობა რომ სარწმუნოების აღსარებელი ხარ, შენთვის აუცილებლად პირველი რაც არის, ეს არის ოჯახის სიმტკიცე, სიწმინდე და მშობლების პატივისცემა თავისთავად და ეს ყველაფერი ალბათ მნიშვნელოვანი არის ასევე რომ ჩვენს შვილებს მომავალ თაობას გადავსცეთ თავისთავად და ის რომ ჩართულები არიან ისინი ამ ლოცვით მსვლელობაში, ეს უკვე იძლევა იმის გარანტიას, რომ ისინი სწორად გაიაზრებენ თუ რას ნიშნავს იყოს ოჯახი მტკიცე, რას ნიშნავს იყოს ის რომ მშობლებს პატივი მიაგო და რისთვის არის ეს საერთოდ ხომ ამის შესახებაც ვისაუბროთ მამა ნიკოლოზ აი საზოგადოების დამოკიდებულება და ყველაზე მეტად გავამახვილოთ ყურადღება ახალგაზრდა თაობის ახალგაზრდა თაობა ძალიან მნიშვნელოვანია მთლიანად
ძირითადი ნაწილი აქაც რუსთავშიც ესე იყო, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა იყო დაწყებული რაღაც 7 წლის ჩოხოსანი მოცეკვავე ბავშვებიდან დამთავრებული, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის კიდე ერთი თვალსაჩინო, რომ ამ შემთხვევაში როცა რუსთავში ჩატარდა, ბევრი თქვათ ვერ ახერხებს ფიზიკური ან მოხუცებულია და ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს სამი თაობის გაერთიანება. ძალიან ბევრი იყო თქვათ მოხუც დედასთან ერთად, მამასთან ერთად მოსული, რომელიც რაღაც ნაწილის გზაზე წამოყვა და მერე ვეღარ შეძლო. აი ეს ყველაზე მნიშვნელოვანია ამ ახალგაზრდა თაობისთვის არის ალბათ აი ეს ერთობა, რომ მარტო მშობლები და თქვათ პატარა შვილები კი არ იყვნენ, არამედ ბებიების და ბაბუების პაპებიც ერთად იყვნენ წამოსულები და ფიქრობ რომ ეს სამუდამოდ აღიბეჭდება მათ ცხოვრებაში, იმიტომ რომ აი დავეთანხმები მამაოს რომ ეს არის ისეთი ორგანული დღესასწაულად იქცა რომ აი ვერანაირი დაგეგმვა ამას ვერ უშველეს აი მართლა ესე არის და ჯერ რაღაც სულ რაღაც 11 წელი რაც ეს იმართება და წარმომიდგენია ეხლა ეს ბავშვები რომ გაიზარდებიან ამაში და თქვათ გავაკიდე წლები ეს რაღაც გამოცდილებასავით დაუბრუნდებათ და ეს როგორც თქვი არ წაიშლება მათი მეხსიერებიდან. მამაგურა მომავალ თაობაზე ახალგაზრდებზე ვსაუბრობდით. ეს დღე ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის რომ კიდევ უფრო მეტად კარგად შეიძრძნონ თუ რა ხელა მნიშვნელობისაა 17 მაისი ოჯახის სიმტკიცის დღე ზოგადად. როგორ აღიქვამენ ისინი თქვენ გაესაუბრებოდით ბუნებრივია უამრავ ადამიანს და ახალგაზრდას რომელიც ესწრებოდა ამ მსვლელობას ქვაშვეთის ტაძრიდან. როგორია მათი დამოკიდებულება და შეგრძნება ამ დღის? რა თქმა უნდა, ასე ვთქვათ, პირადი კონტაქტი თითქმის ვთილობდი რომ ყველასთან მქონოდა და რა თქმა უნდა, ძალიან დიდი სიხარული და სიყვარული იგრძნობოდა მათ თვალებში და ვისარგებლებ შემთხვევით მამაოს მადლობას ვეტყვი რუსთავის ასე ვთქვათ, ამ მსვლელობის ორგანიზებისთვის, იმიტომ რომ რუსთავმა მოწესრიგებულობაში პირველი ხაზების დაცვაში, რომ იტყვიან თბილისს ასე ვთქვათ აჯობა და თუმცა ჩვენთან ბევრად მეტი ადამიანი იყო და რო იტყვიან იცით რა მოწესრიგებულობაზე ვიტყვი ერთ სიტყვას რომ რაღაცა ოდნავ ესეთი ეს ვინაიდან ეს ხალხური სახალხო დღესასწაული არის ხო გარკვეული ქაოტურობა რაღაცა დონით უხდება კიდევაც აი ზედმეტ მოწესრიგებულობა რაღაცა თითქოს სხვა ტონი არის და თუმცა მაინც ალბათ დროთა განმავლობაში აი ამ მოწესრიგებულობაზე გვექნება სამუშაო. და ზუსტად ამ ბავშვებთან დაკავშირებით რომ დამიშვით კითხვა, აი ბავშვები უფრო მოწესრიგებულად მოდიოდნენ მსვლელობაში აი თავიდანვე რაღაცა გასაუბრება იყო, რომ აი თქვენი ამოცანა არის ეს, რომ მაგალითად წინა ბანერი სწორად უნდა გეჭიროთ და ხაზში უნდა მოდიოდეთ და დღესაც საუბრობდით რომ მოდიოდით რომ მამა ამბობდა მამა ნიკოლოზი რომ აი ჩემ ერთი რო უთხარიო აი ეს მწკრივში მიყვებოდნენ ერთმანეთს და ერთმანეთს ესე თვალით ანიშნებდნენ რომ გვერღვევა ესე იგი თუმცა უბრალოდ ცოტა გვიჭირდა ასე ვთქვათ ეს მოძრაობა სწორ ხაზში და ასე შემდეგ და შენიშვნებიც რაღაცა არ გვიყვარს რომ ვინაიდან რაღაცა მაინც ალბათ ეს ისეთი დასახვეწი ამოცანებია. ამ ყველაფრის უკან მამაგურამ ძალიან დიდი შრომა არის ჩადებული თავისთავად საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სულ ცდილობს რომ ყველა ინფორმაცია დროულად იყოს მიწოდებული საზოგადოებისთვის და თავისთავად ეს ძალიან დიდი შრომა არის გაწეული ერთია ჩვენ რასაც ვხედავთ, რასაც ვესწრებით, მაგრამ ამის უკან არის ძალიან ბევრი გატეხილი ღამე და ფიქრი იმაზე თუ როგორ იქნება უკეთესი რომ აღინიშნოს და გაიბართოს ეს დღე. აი ზუსტად მადლობა ამისთვის მე მადლობა მინდა უთხრა ძალიან ბევრ ადამიანს რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ ამ მსვლელობაში თითქმის ყველა სამრევლოს სურვილი ქონდა რომ ამ ყველაფერში მონაწილეობა მიიღო და არ მინდა ხა კონკრეტული სამრევლოები დავასახელო ვინაიდან სხვას გული არ დაძდეს ამიტომაც თვითონ აი იმ ჯგუფს რომლებიც მოგვეხმარენ ძალიან დიდი ჯგუფი იყო დაახლოებით 40 კაციანი ჯგუფი იყო და სხვადასხვა კომპონენტისგან შედგებოდა ეს იყვნენ ახალგაზრდა ლეგიონერებიც, ეს იყვნენ ჩოხოსნებიც, ეს იყვნენ სამრევლოს წევრებიც, მამა თეოდორესი და ასევე დავითიანის წევრები და სხვათა შორის ძალიან ესეთი შეხმატკბილებული და მეგობრული გარემო იყო და ვფიქრობდით რომ აი რომც არ გამოვიდეს ისე როგორც გვინდა, აი ჩვენ ხო ამ ხელა ერთობა გვაქვს, რომელსაც კეთილი განზრახვა აქვს, ასე ვთქვათ, საფუძველში და მთლიანობაში საქმე იმაშია, რომ
შეიძლება ისე ვერ გამოვიდა, როგორც თქვა დაგეგმილი გქონდა. მაგრამ აი ის სულისკვეთება, რაც გქონდა ჩვენ, ვიხილეთ ადამიანებში, რომლებიც გამოსულები იყვნენ და ეს უკვე იმდენად დიდი უკავშირია და იმდენად დიდი საზღაურია, რომ ფაქტობრივად ყველა კმაყოფილი იყო იმ დღით მეუფისგან დაწყებული და პატარა ჩოხოსნისგან თუ მოცეკვავისგან დამთავრებული, რომლებიც სიხარულით მოდიოდნენ და ერთმანეთს უზიარებდნენ ამ სიხარულს, წყალს, ურთიერთობას და რაღაცა ბევრი ადამიანი დამეგობრდა იქ სრულობის დროს და საკმაოდ კარგი პროცესი იყო. იმიტომ რომ ჩვენ სპეციალური ეთერი გვქონდა, ჩვენ მაყურებელი ვინც ვერ მოვიდა, ადევნებდა თვალყურს ჩვენი ეთერის მეშვეობით და ხედავდით ყველა იმ განწყობას, იმ ემოციებს, იმ დამოკიდებულებას, რომელიც იქ სუფევდა და ნამდვილად გააერთიანა და ერთსულოვნება იგრძნობოდა. ქვეყნის მასშტაბით 10 ქალაქში მიზეიმეს 17 მაისი ესეც უნდა აღნიშნოთ. ყველას მადლობა გვინდა რომ უთხრათ და რა ვიცი ესე მგონია რომ ესეთი ერთობლივი სლოცვითი მსვლელობები ძალიან დიდ გავლენას გამოიღებს საზოგადოებაზე, მოზარდებზე, ახალგაზრდებზე და მთავარი არის რომ მსვლელობიდან მსვლელობამდე ჩვენ კიდე რა თქმა უნდა მრავალი შრომა, ლოცვა, ურთიერთობა და სწორი რაც თავარია სწორი მიწოდება იმიტომ რომ ჩვენ რეალურად ამ მიმართულებით საკმაოდ ბევრი გვაქვს სამუშაო, საკმაოდ ბევრი გვაქვს საზრუნავი და საფიქრად. ძალიან დიდი მადლობა მოგზაურობისა და მადლობა საინტერესო საუბრისთვის დაგემშვიდობებით. შეგახსენებთ, სტუდიის სტუმრები გახლდნენ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი და დეკანოზი ნიკოლოზ ტატუაშვილი საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი.